მოგესალმებით, დღეს პლეილისტის სტუმარია ნინო კათამაძე. აი არ ვიცი, არაფრის დამატება არ უნდა. გარდა იმისა, რომ ჯერ მადლობები უნდა გადავიხადო, სანამ ნინოსთან გადავალთ უშუალოდ კითხვებით. ჩვენი გენერალური სპონსორი არის Leader Sport და ჩვენი მუსიკალური მხარდამჭერი არის Music Room და დიდი მადლობა მათ და ძალიან დიდი მადლობა ნინოს მობრძანებისთვის. ზელდა ყავს განსაკუთრებული კიდევ პრინცესა, ყველაზე კარგი სტუმარი, ხო? ნინო როგორ ხარ? საინტერესოდ. ძალიან მიხარია ჩვენი გადაცემის სტუმარი რო ხარ, იმიტომ რომ რო გავიგე, რომ ნინო მოვა, პირველ რიგში ძალიან ბევრი რაღაც ამომიტივტივი და გონებაში. ბევრი გაზიარებული წუთი და ბევრი გაზიარებული სცენა ერთად და ბევრი, არ ვიცი, შენი კონცერტი, რაც ჩემს გონებაში წარუშლელად იქნება ალბათ სულ. ბევრი შენი მელოდია და ბევრი შენი ისე ექსპრესია, რაც ერთად. ხო, ყველაფერი ერთად. მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. მადლობა. ვიცი რომ ალბომზე მუშაობ. დაასრულე. უკვე დაასრულე ალბომზე მუშაობ. დე. რომ მოგვიყვე ორი სიტყვით. მეც მადლობა, იმიტომ რომ მადლობას იმიტომ არ ჭირდება პრინციპში, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც საუბრობ მუსიკაზე, საერთოდ კონკრეტულად მუსიკაზე. მის ირგვლივ არსებულ ისტორიებზე, იმიტომ რომ მუსიკა ხო თავად ცალკე მყოფი რაღაც მდგომარეობა არ არის, საიდანაც იქმნება, არამედ როგორ ცხოვრობ, როგორ ეტრფი, რას საით, აი ყველაფერი რისგანაც შედგება ცხოვრება, უბრალოდ შენ საუკეთესო გამოყავს ისტორია და მიგაქვს მუსიკამდე, თორე დანარჩენი და სურვილი გაქვს, რომ კონდეს ისეთი ცხოვრება, როგორი მუსიკაც გინდა რომ კონდეს. ხშირად ეს არ გამოდის, მაგრამ საინტერესოა საუბარი ამას. ხო და მე მგონი ამ ალბომში გამოიყვანეთ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს თუ გვაქვს ამის საშუალება, რომ რაღაცები მოვისმინოთ პატარა ფრაგმენტები. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ალბომამდე ქონდა 8 კონცერტი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში, იყო თავარი ისტორია რაც აქედან არის, რომ მუსიკოსების შემადგენლობა იყო გიტო ცინცაძე გიტარა, ხონძი საქსოფონი, პაპნა შარიკაძე პიანო, ლევონ დაისაძე ბას გიტარა, ალექსანდრე ჯაფარიძე დრამი. ხო არავინ არ გამომჩა და მეც ვიყავი მათ შორის მგონი. და თელი ისტორია ახალი ალბომის კი არა და ახალი ჟღერადობის, იმიტომ რომ ამ ალბომში შესულია რამოდენიმე ნაწარმოები, რასაც მანამდე უკრავდით და პრინციპში ასეც ხდება, რომ 11 ნაწარმოებია და აქედან ყველას ერთდროულად არის წერება, ანუ სიახლე არ არის, რაღაცას სკივში აგროვებ და შემდეგ უბრალოდ ფორმას უცვლი იმის კონცეპტუალურად, რომ ჯდებოდეს ეს ალბომი ერთმანეთთან ჟღერადობით თუ შინაარსით. და შევიკრიბეთ მარტში, 15 მარტს ჩემთან სახლში და რამოდენიმე კვირა ვიმუშავეთ. შემდეგ მქონდა თათუსოში კონცერტი, წავედით ერევანში, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა არა ქართულ გარემოში თუ როგორ ამ ჟღერადობას, ამ ფორმას როგორ მიიღებდნენ, რომ ერევანში სამხრეთ საერთოდ განსაკუთრებული მუსიკალური. ზუსტად ეგ უნდა მეთქვა, ახლა საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო მსმენელია. და შემდეგ წავედით უკრაინის ტურში. ეს ბიჭები არიან არცი, მარგალიტები, გენიალური მუსიკოსები, როგორც პროფესიონალები, ისეც როგორც ადამიანები, იმიტომ რომ დღეს უკრაინაში არ არის მომენტი და ის მდგომარეობა, რომ აი ჯერ ყველამ გაბედოს და შემდეგ ყველამ გაიგოს თუ რა უნდა მიაწოდოს მსმენელს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკაში და ისეთი გამოწრთობილი გაქვს გული, სული და ისეთი ზუსტი მუსიკოსი ხარ მუსიკასთანაც მიმართებაში და თვითონ მსმენელთანაც და აი საოცარი კონცერტები
სტაკურა გამოგვივიდა. მათ შორის იყო კიევში ასეთი ჩანაფიქრი იყო დიდი ხნის წინ, 1 წლის წინ, რომ კიევში, რადგან დიდი დარბაზია, ყოველთვის უკრავთ სიმებიან ინსტრუმენტებთან თანხლებით, მაგრამ 23 მაისს მოხდა ისე, რომ ჩვენთან ერთად სცენაზე უკრავდნენ უკრაინის სამხედრო ორკესტრი, რომელიც 50-ზე მეტი მუსიკოსისგან შედგებოდა სამხედრო ფორმაში და საოცარი მუსიკოსი, საოცარი დირიჟორი ყავდათ. რა თქმა უნდა, კიევში შემოგვიერთა ნიკოლოზ რაჭველი და მოკლედ იქ კიდე აბსოლუტურად განსხვავებული კონცერტი იყო. და ამ მთელი ტურის შემდეგ პირდაპირ დავასრულეთ ბოლო კონცერტი 29 მაისს და 30 მაისს უკვე ვიყავით ბერლინში. ტრიქ სტუდიაში, სადაც ჩაწერილი მაქვს წითელი 2010 წელს, მწვანე 2012 წელს, ყვითელი 2016 წელს, 2024 წელს კიდევ ერთი two white, ანუ ორი თეთრი, ერთი თეთრი ალბომი მაქვს ჩაწერილი გოგი ძოძოაშვილთან ერთად და ზუსტად 20 წლის შემდეგ ჩავწერე ერთი ალბომი, რომლის რელიზიც არ გამიკეთებია 2024 წელს და 2026 ჩავწერე რამდენი ალბომი გამოვიდა, 5 ალბომი გამოვიდა ტრეკში ჩაწერილი. ზუსტად იმ თემას მივადექით, რაც ძალიან მაინტერესებს. არ ვიცი, შეიძლება გინდა ამის თქმა, შეიძლება არ გინდა, მაგრამ მაინც დაგისვა, ხო, რა, სულ ჩემთვის ზოგადად ეგ როცა აღმოვაჩინე რა, ღრმა ბავშვობაში ვიტყოდი ასე. შენი ალბომების სათაურები, რომლებიც იყო ფერები. ხო, გაქვს მწვანე, ყვითელი, რაც ჩამოთვალე თეთრი, შავი, შავი, თეთრით დაიწყამერე შავი, მწვანე, როგორც არის, მოკლედ უნდა რომ არის ფერები. ძალიან დამაინტერესა, როცა გავიგე, რომ ალბომზე მუშაობდი, ახლა რას აპირებ, რომ დაარქვა ალბომს? ლილად. Okay. ლილად სანურად ნიშნავს შეყვარებულს და ეს გავიგე რაღაცა სრულიად ესეთ შემთხვევით Facebook-ში დედა ნინოა, რომელიც ასწავლის სვანურ ენას. და უსმენ ხოლმე, თუ კი მე მაქვს ამის საშუალება, აუცილებლად უსმენ, იმიტომ რომ ვერ გეტყვი რომ რამე ვსწავლობ იქ, მაგრამ უსმენ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ენა, საოცარი ენა და თვითონ ჟღერადობაც ისეთი ლამაზი იყო. და თვითონ ისეთ რაღაცა ულამაზეთას ახსნა თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვა და იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპებია, სულ ახალი ეტაპებია პრინციპში, მაგრამ მუსიკოსებიც სხვა არის, ჟღერადობაც სხვა არის, საერთოდ ფორმაც მუსიკალურ ეს არის თავიდან მთელი ცხოვრება მეძახდნენ ჯაზის შემსრულებას და სულ ამბობდი რომ არა მე არა ვარ ჩვენ მუსიკას არ ქვია ჯაზი, იმიტომ რომ ჯაზი ნამდვილის მუსიკოსები ჩვენ ყავს არაჩვეულებრივები, მაგრამ რადგან ასეთი ალბომი გამოვიდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაში არის ძალიან ბევრი ჯაზის ელემენტები, იმიტომ რომ ბევრი იმპროვიზაცია, თითქმის ყველა ნაწარმოებში არის იმპროვიზაცია, ანუ ინსტრუმენტი არის მთავარი და არა მარტო ხმა არის მთავარი, ინსტრუმენტიც მთავარი და მუსიკოსებიც მთავარი. კი, ანუ ახალი მუსიკოსები, ახალი ჟღერადობა და ახალი ენა. ახალი ენა, სვანურად და იქნება ერქმება ლილად. ძალიან საინტერესო. ძალიან. ველოდები სულ მოუთქმელოთ. ბიჭები შემხვდნენ ამას წინათ, ვინც უკრავენ შენთან ერთად ამ ალბომში და მახსოვს რომ მეუბნებოდნენ ძალიან აღელვებულები იყვნენ, იმიტომ რომ მოდიოდნენ შენთან ერთად ტურში და ერთი თვე უნდა გემუშავოთ ამ ალბომზე და ერთი თვე ვიყავით ერთად, მაგრამ ალბომი ჩავწერეთ 5 დღეში. ხო. აი მაგას მიყვებოდნენ, რომ ერთი თვე უნდა ყოფილიყვნენ შენთან ერთად ძალიან აღფრთოვანებულები იყვნენ და მაინტერესებს, აი რა ვიცი, თუ გაქვს რამე სათქმელი ბიჭებზე, დაიწყებდი რომ ძალიან ბევრი. აი არც წავიდოდი ბიჭებზე, რო არ მეთქვა თუ ჩერტი როგორები არიან თვითონ სცენაზე. კი, ჩემს. როგორი აი ხო ეხა ასაკი და გამოცდილება კიდე ძალიან ბევრ რამეს გაჩვენებს ცხოვრებაში, ხო და როდესაც დაბადებული ხარ საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით უფრო მეტი შედარების საშუალება გაქვს მაგალითების, ხო? საოცარი ბიჭები არიან, როგორი დამოკიდებულება აქვთ მუსიკასთან, გერასთან, ფრაზირებასთან, თვითონ როგორი აკომპანიატორები არიან, იმიტომ რომ ადვილი არ არის დომინანტი იყოს ხმა, მაგრამ თავისუფალი იყოს სცენა, მით უმეტეს, როდესაც ეს არ არის მართლა ჯაზი და ასეთი თავისუფალი ფორმა არ აქვს, არსებობს თემა, მაგრამ ისეთი ლამაზი იმპროვიზაციები დგებოდა ხოლმე სცენაზე, მე მიყვარს თქმა, რომ აი ღრუბელი რო დადგება, ხო იცი, აი ესეთი უნდა შედგეს.
ისეთი ერთიანობა არის ხოლმე სცენაზე და თან ინტროც არიცი როგორია, იმპროვიზაცია არიცი როგორია, რომელი ინსტრუმენტი დაუკრავს, იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ იცი რომ ამ ნაწარმოებში უკრავს გიტარა, მაგრამ უცებ გახედავ და მე დავუკრავ საქსოფონი ან ერთად დავრჩებით დრამი და საქსოფონი ან და ფინალები ხო საერთოდ რასაც აუტრო ქვია, აი აუტრო საერთოდ არიცი ხოლმე არიცი საერთოდ გეკნება როგორი იქნება ვინ რა ინსტრუმენტი არ ვიცი ხა ჩვენ დიალოგი რამდენად საინტერესოა მაგრამ ის რაც არ არის საინტერესო და ვერ მოყვები ზუსტად ეგ არის მნიშვნელოვანი მუსიკაში რა ხო და ეს ბიჭები ცალ-ცალკეთან ძალიან რთულია იმიტომ რომ ყველა ისეთი წამყვანია ხო თავის და აი როგორ მაგ დროს კიდე უფრო რთულია ხოლმე როცა ეგეთი დომინაცია გაქვს რა შენ ინსტრუმენტზე რომ ერთად გამოიყვანო რაღაცა იმიტომ რომ ხო არის რა ეგ რაღაცა არ ვიცი ბიჭების მთავარი დირიჟორი ვიტყოდი რა იცი რა აი ვერ ვიტყოდი რომ ვინმე დირიჟორია იქა გესმის ის თქო ერთი სუნთქვა ამაზე ანუ ერთი დიდი სუნთქვა და თან ერთი არა როდესაც ცოცხლად კონცერტზე და იქ თავისუფლება როცა დიდი სცენაა და თავისუფლება გაქვს რომ იყო ის ვინც ხარ და აკეთო ის რაც გინდა და როგორც გინდა ხო მაგრამ მეორეა როგორი იმუშავა სტუდიაში აი ეგ მაინტერესებს ზუსტად ბოლომდე, ბოლო ფრაზამდე, ბოლო ნიუანსამდე, შემდეგ რაღაცა დრო დაგქონდა საშუალება, რომ აი მიქსზე შევსულიყავით პარალელურად და მოგესმინა მიქსი, მაგრამ რომ მეგონა რომ აი ხა შევიდოდა და ვაუ, ესეთი ამბავი იქნება და აი როგორი კრიტიკულები იყვნენ, იცი არა არა და ესე არ მინდა, იმიტომ რომ იქ ნინო დაიკარგა, იქ საქსოფონია, მეტი იქ ნაკლებია და არც ერთი წამით არ იკარგებოდა მაგიურობის შეგრძნება, ჯადოსნურობის შეგრძნება, რომ ისინი არიან მუსიკოსები და არც ერთი წამით არ იყვნენ პროფესიით მუსიკანტები და მუსიკოსები. არც ერთი წამით არ მუშაობდნენ და სულ შემოქმედებით იმ მდგომარეობაში როგორ იყვნენ და ბოლოს კონცერტებით დავთვალეთ, რომ აი ტურნეში 3000 კილომეტრი მარტო შიგნით გავიარეთ. თან ომის დროს ახლა სულ თავშესაფრში ვიყავით, ეს არ იყო ადვილი საერთოდ, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ბოლო დღე რომ დადგა 6 ივნისი, რომ დასასრული იყო და მაინც რაღაცები, იმიტომ რომ პაპუნამ მე ჩაწერა როიალი და არც ერთი წამით არ დავტოვებია სტუდია იმ დრომდე, რა დრომდე ჩვენ მქონდა. შემდეგ და მე სადღაც თუ ახერხებდნენ წასვლას, ისიც მე ისე ვიღლებოდი, რომ იმიტომ რომ 12 საათიდან 8 საათი ძალიან შრომატევადია. ცოტა ფანტასტიკი ჟანრი. არ ვიცი, გივოცავ პირველში მართლა მთელი გულით. იმედია მალე დაარელიზებთ, ხო? ხო, მე ხო. მართლა ძალიან ბევრი ადამიანი ველოდებით. ხმის სწორების მიქსის პროცესია თან კიდე შემდეგი მდგომარეობა რა არის რომ ძირითადად ყველა ხო არ ვილაპარაკებთ ამ ჩატში რომ არეულობა არ მოხდეს რა და ძირითადად წერს პაპუნა ხოლმე აი ჩატში საერთო მუსიკალურ ჩატში რომ ჩვენი შენიშვნები გავაცნოთ იმ კლაუს რა რომელიც კლაუსი არის რაღაცა ესეთი მართლა თოვლის ბაბუა კაცია და ესეთია დიჯია და რაღაცნაირად მუშაობს და პაპუნა როგორი ტექსტი წერს, როგორი თანმიმდევრობა აქვს, რა შეფასებები აქვს, აი არ ვიცი. ისე მივეჩვეე ბიჭებს, რომ საერთოდ როგორ გაუძლებ მათ თუ არ მინდა რომ საერთოდ ერთი წამით ეგოისტიც ვიყავი რომ დაუკრეს ერთად სადღაც მეთქი სად ვარ მე რა. ძალიან დიდი ბიჭები არიან და დიდი მუსიკოსები არიან. ისეთი ამაყი ვარ მათ მართლა ვიცი რომ მართლა მსოფლიო დონის მუსიკოსები არიან. მართლა კი ბატონო. ისე ერწყმის მათ ემოცია, მათ აზროვნებას მუსიკაში, მათ აი როგორ შეიძლება ამდენი ინსტრუმენტი რომ ერთი წარმოიდგინე ისეთი მაგარი ბიჭები. კი. მარე შენ გარეშე არაფერი არ იქნება და ეგეც ვთქვათ. ის რასაც მე ვაკეთებ, თორე ჩემს გარეშე ისინი წარმოგარ რაღაცებზე გეტყვი. ესეც შენ გარეშე არ იქნება. ნამდვილად. სულ თავიდან ძალიან ადრე არც მახსოვს რომელი წელი იყო. რაღაცნაირად მაშინ ესე გავრცელდა. ეხლა მაინტერესებს მინდა გავიგო. მითია თუ რაღაცა ხო ამბობდნენ რომ ნინო კაცამეტე. მითია თუ რეალობა თქვენი და ინსაიტის გაცნობის დღისა რა მე ესე ვიცი რომ ესეთი ამბად დადიოდა რომ მიდიოდნენ თქვენ გადაადგილდებოდით და დაგიმგზავრეს და გზაში გაიგეს თქვენი ვოკალური მონაცემები.
მონაცემების შესახებ და სულ მაინტერესებდა რომ ეს რამდენად შეესაბამებოდა რეალობას. არა. იმიტომ რომ ეს კარგი იქნებოდა ლამაზი ისტორია იქნებოდა არ ვარ წინააღმდეგი ამის ამ ვერსიის. არანაირესობა მესე იცოდა. არა, რა თქმა უნდა არა. გოჩა ყაჭეიშვილი ამ ინსაიტის მთავარი ვინც ლიდერი იყო და იმიტომ რომ მათ ეს ჯგუფი ინსაიტი არსებობდა და ჰქონდა განსხვავებული ფორმატი, იმიტომ რომ მათ ყავდათ ინსტრუმენტი ჩელო, ვიოლონჩელო, რომელიც მთავარი მელოდია შემოყავდა ხოლმე. ანუ რამოდენიმეჯერ სხვადასხვა შემადგენლობით უკრავდნენ ხოლმე და ატარებდნენ კონცერტებს. და გოჩა იყო მხატვარი, მე როგორ გავიცანი რა, ანუ ჩემამდე მე ვიდრე შევერთდი მას, ეს ჯგუფი არსებობდა. ამ ვიოლონჩელოს შემდეგ, როდესაც უკვე აღარ უკრავდა ვიოლონჩელო, შევერთდა ვაჟა ტუხუში, ვინც არის ქუჩაში ერთხელის ავტორი. და მოღვაწეობდნენ, მაგრამ მე ისინი გავიცანი მათ სახელოსნოში. გოჩა ყაჭეიშვილი და გია ჭელიძე გიორგი, რომელიც ადრე ინსაიტში იყო და შემდეგ უკვე ჩვენი ხმის რეჟისორი და საყვარლესი, უდიდესი მუსიკოსი. ისინი იყვნენ მხატვრები. გოჩა დღესაც ხატავს არაჩვეულებრივად, იყვნენ მხატვრები და მე იქ გავიცანი. და ის რომ დაიწერა რაღაცა ოლეიდ, რაღაცას ბევრი ნაწარმოები, სულიკოიები. ის საერთოდ სხვა ადამიანთან ერთად არის, დიმო პატარაიასთან ერთად, დიმა არ ცხოვრობს საქართველოში და მისი ინტერპრეტაციით იყო, იმიტომ რომ ის იყო ხელმძღვანელი, იყო ესეთი ჯგუფი X Factor Jazz to Factor X. კახჩელა გაბრაზდება რო არ მახსოვს. მოკლედ, იყო რომ ახალგაზრდა ბიჭები, 17-18 წლის ბიჭები უკრავდნენ ის ჯაზ ბათუმში, აი ფანტასტიკური მუსიკოსები იყვნენ რა. და ამის ხელმძღვანელი იყო. მე რა თქმა უნდა მეგობრობდი დიმასთანაც, ბიჭებთანაც, ანუ ბევრი ადამიანი მუსიკოსები იყვნენ ერთად და ჩვენ ერთად ერთმანეთს ვიცნობდით, მე სადაც მუსიკა იკვრებოდა და სადაც კლუბში უკრავდნენ, თვითონ მეც მივდიოდი და იქ ვღეროდი უბრალოდ იქ ვინდოდა ბუნებრივია ყოფნა სადაც მუსიკა ჟღერდა. აი ესე უცნაურად გავიჩერდი. უცნაურია ის რა შუაშია ეს ისტორია. გამიჩერეს ნეტა ვინ მოიგონა უბრალოდ რომ მე რო ჩაგეჩერი, ახლა მე რისი თქმა მინდოდა რა, რაღაც ცოტა უხეშად შეიძლება გამომევიდა, მაგრამ აღარ გვახსოვს გაგრძელი. ხო, ახლა არ გვახსოვს რაზე. არა, შენ რა მოვდი რაღაც ეგეთი ამბავი მაქვს გაგებულია. მე მაინტერესებს შენი იმიჯი, თავიდან რო დაიწყე რა, რაღაც მახსოვს რა ბევრი იწერებოდა შენზე, ბევრს ამბობდნენ, მე ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ნუ მე შევზამბოდი გიჟიაო შენ გინდა. ხო, მაგას ამბობ. ვიცოდი რა რეაქცია იქნება. შენი იმიჯის გამო. ის კონცერტი, შენი დაინსაიტის პირველი კონცერტი. იცი რა? ეს თეთრი რაღაცა პერანგი, რომელიც უფრო მეც გეტყვი ხარ. ისე მომწონსო ცუდად ვარ, მაგრამ აი მაშინ იმ დროში ამის გაკეთდა. რა ქონდა ტანსაცმელი, ვისაც რა ტანსაცმელი ქონდა, იმას იცმოდა რა პრობლემა იყო. მაშინ ვის ქონდა ტანსაცმელი? ანუ მე არ მიყვარს ასეთ ნიუანსებზე ხაზის გასმა, არასოდეს არ ნებისმიერი ის მდგომარეობა რაც ეკონომიურთან ასოცირდებოდა, ის ჩემთვის დომინანტი არასდროს არ ყოფილა, ანუ არ მქონდა, ვიყავი რაღაცა ბავშვობაში, დავიტანჯე, მე პრინცესა გავხდი, აი აბსოლუტურად ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა ჩემთვის იყო ძალის მომცემი, რაც არ იყო ინსპირაციას მე ხვდები უკვე, როდესაც იცი რისთვის გინდა შენ ეს ემოციები, სად გინდა რომ წაიღო რომ მუსიკასთან თუ დახატო თუ ხელოვანი ხარ თუ ვინ ხარ საერთოდ შეიძლება გაირბინო უნდა მთელი ცხოვრება ფიზიკურად თუ გადაცურო სხვა რა ვიცი 1000 რამისთვის მაგრამ არ მაწუხებდა მე წინააღმდეგობა იმიტომ რომ თავი მაინც რაც იყო რომ სადაც მუსიკა ჟღერდა იქ ვიყავ რეპეტიციებზე მე ჩემი არც არაფერი არ მქონია გულისხმობა არც მუსიკოსი მყავდა არც ბენდი მყავდა არაფერი მაგრამ ვინ სადაც უკრავდა და ბათუმში ძალიან ბევრი რამე ხდებოდა ანდერგრაუნდი თუ მიწის ქვეშ თუ მიწის ზევით ხო ამიტომ არ მახსოვს არაფერი მე მახსოვს რომ აი ვისაც ახსოვს თეთრი რაღაცა შაროლი საერთოდ ჩემი მეგობრის შაროლი მეცო მე მაჩუკა იმდენი ხანი ვთხოვე რომ მე მაჩუკა ზედაც ვინ მაჩუკა ზედაც მე მგონი თვითონ მაჩუკა აი ანუ მაგრამ იქ ჩემთვის თავარი რა იყო ისი რა მახსოვს რომ მე ფეხებზე მეკეთა ზარები
გესმის? არის აბსოლუტურად რა. იმიტომ რომ ის ზედა და ქვედა მე ეხლა რომ ის მეტეოდეს, მე იმით ვივლედი დღემდე. არ როგორ თქვა? ანუ ეს არ ყოფილა იმიჯის ნაწილი. იმიჯის ნაწილიც არ არის. თავისუფლების გამოძახილი იყო იმიჯის ნაწილი. აი რა. არაფერი, უბრალოდ არავინ არ მიქმნიდა არანაირ ჩარჩოებს და არ მეუბნებოდა რომ რა როგორ უნდა ყოფილიყო, უბრალოდ როგორც შესაძლებელი იყო ისე იყო. ხო, იმიტომ რომ ძალიან მომწონდა თმების ღვასავით მქონდა და მომწონდა მე ისე ის რომ მქონდა რა ესე. ეხლა ციხათვები მაქვს უბრალოდ ახლა აქ უნდა იყოს, თორე ეხლა ხო უბრალოდ ჩემთვისაც ეხლა მინდა რომ იყოს ისეთი კოსტიუმი დღესაც რასაც უყურებ რომ მე ხშირად გავარს ზურგით მსმენელისკენ მაყურებლისკენ და მსმენელისკენ და იმიტომ კი არა რომ ზურგით გავარ იმიტომ რომ მუსიკოსებთან ცოცხალი ურთიერთობა სხვა რამეს ნიშნავს არ მინდა რომ მოსაწყენი იყოს ხან რას ვახატავ ზურგზე და ხან რა ხდება ჩემს ზურგზე ამიტომ ანუ უფრო ვითვალისწინებ პრაქტიკულ მომენტებს ნიუანსებს ვიდრე და თან სპეციფიკაც არის როდესაც 2 საათი ესეთი შესვენების გარეშე მღერი, იქ ძალიან ნატურალური უნდა გეცოს ყველაფერი და ფართო უნდა იყოს და გამოცდილება. ფართო უნდა, ანუ არ უნდა გაწუხებდეს და ამაზე არ უნდა ვფიქრობდე. ახლა მე რა ახტომა მინდა და რაღაც ფა დიეზ მე7 ოქტავის, არ უნდა ნერვებს არ უნდა მიშლიდეს რაღაცა. ანუ არ უნდა იქცევდეს ჩემს ზედმეტ ყურადღებას. აი, წითელ ლაქსაც არ ვისმევ და არც ბეჭედს და რაღაცებს ისე და მუსიკაზე თუ ისე ვიმღერე რომ მარტო ჩემი კაბა დაინახეს ესე იგი საერთოდ არ ვარგებულო ჩემი კონცერტი და თუ ესე ასეთი მიზანი მაქვს რა აზრი აქვს ახლა მე ხტები აი აბსოლუტურად რა უფრო მეტიც ახლა მე რომ პირდაპირ ვთქვა რომ მიხდებოდეს ჯინსებში ვიქნებოდი სულ რა აი აბსოლუტურად ხიპურად ვიქნებოდი ისე ხო აი რა როგორც ხო მე ძალიან მომწონს იმიტომ რომ ავტომობილი 10 წლეული მიკროდა კოსტიუმებს ყავს გოგონა რომელიც ვაშლებს მიმაგრებდა ხოლმე კაბებში და ცაუცა რაღაცებს აკეთებს მანიაკურ რაღაცებს ეხლაც არაჩვეულებრივ რაღაცებს აკეთებს უბრალოდ აქ არ მოკონცერტები და მე არავინ არ ხედავს თორე აი ეს არის ანუ ამას უყურებ როგორც მუსიკის ნაწილს მაგრამ რაღაცა ცალკე იმიჯის ნაწილს აი როგორც უფრო კომფორტის ზონა ხო უფრო მუსიკას როგორ მოუხდებოდა რა ახლა ისე არ ვაკეთებ თვათ არ გავგიჟებულ რომ წითელი ალბომის დროს წითელი კაბა მეწოდა არც არ გავგიჟებულ მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი თან იცი რა მარტო მე უნდა ვილაპარაკო მაგიტო ხარ აი დედა აი მართლა ვიცახი არაფერი არც ერთი ენერგიის ხარჯვა არ მემეტება მუსიკის გარდა აი ხო არის დედაც არ მეუღლე თუ ხარ თუ რა სად ვარ ახლა გაცჩვენა არის მაგრამ აი სამზარეულოში სანახევრად შეიძლება დავტოვო ყველაფერი იმიტომ რომ მუსიკაზე აი არაფრის კეთება არ შემიძლია მუსიკის გარდა ну ეგ ძალიან დიდი ფუძემია. აი არაფერი, ყველაფერს ვაკეთებ დედაც ვარს, ყველაფერს აი ყოველდღე მუსიკაში ხარ. მაგრამ აი რას ნის თქვა მინდა, იცი რომ ჩემს ასაკში ყველას პარალელურ ბიზნესები აქვს, რაღაც მენეჯერები აქვს რაღაც. საერთოდ აი მუსიკაც როგორც ბიზნესიც არ შემიძლია რომ წარმოვიდგინო, იმიტომ რომ თუ შენ ხარ ნამდვილი მართალი, აკეთებ, კერაკეთებ, უერთდებ შენს გულის გამოძახილს და შენი სიტყვა, რასაც შენ ამბობ, შენი თანამგზავრია და უზუსტესად ყვები ამბობს ამ სიტყვებით ან სიტყვების გარეშე და ხვდები რომ ამ წუთას ახლა შენც აქ ხარ მასთან ერთად, ნუ ყველაფერი სხვადასხვა შენი. თუმცა თანაარსებობაც სავსებით და გადასარევად შესაძლებელია და ძალიან ალბათ, მაგრამ ძალიან ბევრი ენერგია უნდა რა მუსიკას, იმდენი რამე ჭირდება, რომ მე მაგალითად ვერ უყრი თავს ხშირად. აი 1000 რამე მაქვს საკეთებელი, ან პარალელურად რა. მე არც კლიპი მაქვს. აი მივედექით კონცერტებს და ერთი ესეთი კითხვა მინდა დაგისვა, რაც ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, სადღაც დაგისვას უკვე ეგ კითხვა. და კიდევ ერთხელ მინდა რომ მეც დავსვა აქ. ეს იყო რომ რამდენად თუ გამოგიყენებია ალკოჰოლი სცენაზე გასვლამდე? არა.
არასოდეს გამომიყენებია, როდესაც ძალიან დაღლილი ვარ და აი მე-12 კონცერტია და საჭირო არა, აი როდესაც გავა 1 საათი და მე უკვე ენერგია გეცლება. და 50-80 გრამი ვისკი. რა თქმა უნდა გამო. და ეს ეგეც მითია, მაგრამ ყელის იოგის გახურების მის ეხო საშინელება მე ხურავს უარესა და აშრობს. ყელზეც არ არის, ტვინიც რა. შენ უნდა მარტო კონცერტი გააჩნი, ახლა რა კონცერტი, ვინ რას ასრულებს და ვის რა მუსიკა. ჩემ შემთხვევაში ისეთი სიფხიზლე გჭირდება. რომ იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ რამდენად მეტი ადამიანია სცენაზე, იმდენი მეტი ყურადღება გჭირდება, ხო? იმიტომ რომ ცენტრში გახარ და მართლა დირიჟორი ხარ და ზოგჯერ არის რომ ვიღაცას თავი ტკივა, ვიღაცა გაცივდა, ვიღაცა სიცხე აქვს, ან შენ ხარ ცუდად და იმისთვის რომ მსმენელი რომელიც შენთან მოდის და იკრიბება, მან არ უნდა იქცნოს რამე დანაკლისი და ამიტომ ამის ბალანსში შენ ხარ მთავარი რა, ვიღაცამ დააკლო, შენ უნდა მისცე. ამიტომ ეს შენი ხა ეს ძალიან კარგად გეცოდება, იმიტომ რომ ხო აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, ამიტომ არანაირი თრობა დავასრულე 2002 წელს. და იმის შემდეგ აბსოლუტურად ისეთი ფხიზელი ვარ, რომ ცოტა უხერხულიცაა. მართლა ვიცი, ანუ მაგრამ სხვანაირად ამდენ კონცერტს, ამდენ გადაფრენებს, ამდენ შანს არ არსებობს. აი არ არსებობს. სასმელი კი არა, ზედმეტი არასწორი კვებაც კი ხელს უშლის კონცერტს. ხო, ნუ ენერგიის. ნუ გახურდებიან ჭორაობაში. 150 გრამი ვისკი მაძინებს მაგალითად. ამიტომ 50-80 მხოლოდ იმისთვის, რომ მეორე ენერგია წამოვიდეს. მარტო ამისთვის, ოღონდ ძალიან იშვიათად. ხა მე-5 და მე-6 კონცერტზე ამას არ ვაკეთებ. მაგალითად უკრაინაში 8 კონცერტი მქონდა, ძალიან დაღლილი ვიყავი და იქ საერთოდ შეუძლებელია რომ არაფხიზელიყო, იმიტომ რომ როდის ჩაერთვება განგაში და სანდო გაიქცევ, არავინ არის. ისთან ვიცოდი, რომ სტუდიაში მივდიოდი და არ არსებობდა ეხლა მე იქ რაღაცა თრობის უფლება მიმეცა. იცით რა მაინტერესებს? საერთოდ usment ეხლა მუსიკას? კი, ხა? აი თუ შეიცვალა ეს რაღაც ცუდი ეს არის სიტყვა არის მუსიკასთან, თან აი კარიერა, ხო რაღაცა მუსიკასთან ხო? აი თუ შეიცვალა მუსიკალურ კარიერამდე რაღაცა აბსოლუტურად სხვა მიმართულება თუ იყო თქვენ ინტერესის და მერე სიტყვაზე აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წახვედით. იცი რა, რაღაცები შემოდის, რაღაცები გადის. ყოველთვის ესეა რა, რაღაცის ხასიათი ხარ. ეხლა მე усმენ ნუ იმ ძიმე როკის გარდა ყველაფერს იმას ვერ უძლებ. თუმცა ემოციურად თუმცა როდესაც ჩემი შვილი ან რაღაცას ესეს усმენს, მე სულ მაინტერესებს პროფესიულად მაინტერესებს, იმიტომ რომ რა ჟღერადობა ამ ენერგიას როგორ აღწევენ, შეფასების თვალსაზრისით, მაგრამ აი ესე ჩავერთო და გავიარე რაღაცა მოვეშვა დავიძინო, არა ჯერთი ვერ ვიცინებ მუსიკას, როცა ვერ ვიცინებ ხოლმე, რა მხოლოდ ერთ ბილიონზე შემიძლია რომ ერთ-ერთ ალბომზე შემიძლია ჩავერთო და უბრალოდ გავიტრუნო, თორე სხვანაირად ისე რა ქვია, სხვანაირი გონებით ხოსმეთ. არაფერი არის ბუნება როგორც ხარ პატრონის უბრალოდ რაღაცა გემატება, უფრო მეტი ცოდნა გემატება, ინფორმაციულად უფრო მეტი, ეხლა დღეს განსაკუთრებით რა, უფრო მეტი ისმენ, უფრო მეტი საშუალება აქვს, ხელმისაწვდომია ყველაფერს თავიდან. ყველგან წაგიყვანს, ხო? და ამიტომ, მაგრამ ჩემი ინტერესის სფერო მაინც კლასიკური მუსიკა, უფრო ჯაზის მიმართულებით, მაგრამ მაინტერესებს რეპის ენერგიაც მომწონს, ელექტრონულ მუსიკაზე საერთოდ გაგიჟებული ვარ, იმიტომ რომ დავდიოდი ვისწავლე დიჯეობა, მეთქი როგორ, ანუ რატო შეიძლება რომ ეს იყოს ხელოვნება, მაინტერესებს, იმიტომ რომ მე სანამ შევეხებოდი ფიზიკურად რომ გამეგო, დავდიოდი სამით, ხო? ანუ გამეგო, აი მეგონა რომ კომპიუტერზე თიცაჭერდნენ და ხო ხტები, ეს მგონია, ვინც არ იცის რას არ არის რაღაცასთან ატრიალებენ, ხო იცი რომ უყურებ ვერც გაიგებ რა არის, მაგრამ ისეთი საინტერესოა და ისეთი საინტერესო იქნება ჩვენთვის მაგის ნახვა. ნინო AMD-კთან, გასაგიჟებელია ისეთი საინტერესოა, მინდა, ვერ ვაკეთებ. მინდა და სიმღერა და ცეკვა და ფანტასტიკური, აი თან ეხლა თქვენ ტანდემი. იცი რა არის, რომ როცა შეგიძლია კლასიკური მუსიკა და რითმი ისე დამიქსო, რომ
ზუსტად. აი ფანტასტიკური რაღაცების მისწრება. შეგიძლიათ რეკომენდაციის სახით გასცეთ, აი 3 მაგალითად, აი ხლა ბოლოს აღმოჩენილი ან არტისტი, ან ალბომი, არ ვიცი. ახლა ბოლოს ერთოს ნუ მკითხავ. აი უფრო ისეთი არტისტი, რომელიც შეიძლება რომ არ იყოს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. ან ტრეკი 3, ან ალბომი, ან რაც გიყვარს შენ ძალიან. თუ ძალიან არ არ ვიცი. ოკეი. და რატომ არ ვიცი? იცი რომ როცა ალბომზე მუშაობ ხო მაგიტო გკითხეთ არ დუსმენთ რამეს თქო მაგრამ რაღაცები სულ არის საინტერესო რა აი ბიჭებს აქვთ ხოლმე ისინი სულ უსმენენ მე ესე არა აი ცოტა წარსულში რო წავიდეთ რატო სასულია მაინტერესებს რომ გადავწყვიტით ხო მაინც რო იწყებდი მუსიკაში ცხოვრებას აქტიურად ცხოვრებას თორე ალბათ სულ მუსიკაში ვიყავი მაინტერესებს თუ მიგიღია რამე რჩევა აი ვინმე ადამიანისგან რომელიც გამოგადგა და დაგეხმარა იმისთვის რომ ამ მუსიკაში ესე გეცხოვრა არავინ არ შემხედრია ისეთი ვინც ასე უხვად რამეს იმეტებდა თავის გამოცდილებით უფრო ზუსტად კი არა ასე ვერ ვიტყვი გამახსენდა ანუ როგორც რჩევა მუსიკალური რჩევა ის იყო თათო საყურაშვილი ხო თათოს განყოლთვის იყო ის რომ რამდენად მნიშვნელოვანია ჰარმონიის ცოდნა რამდენად მნიშვნელოვანია თვითონ თეორიის ცოდნა პრაქტიკა როგორი უნდა იყოს პრაქტიკაში როგორ უნდა იმუშაო ძირითადად მაინც ჩემ შემთხვევაში ხო ყოველთვის იყო როგორი კითხვა ზელდა ძალიან დიდ ბოდიში უნდა მოგიხადო და აქოდა დაჯდა და დამელოდა მაპატიო რა იყავი დაჯიკი ყოველთვის იცით როგორ იყო რომ მე ვიყავი სადღაც თან არ ვიყავი რა ანუ არც ისეთი კლასიკურ რაღაც ისეთ მიმართულებას მივეკუთვნებოდი არც როკი იყო არც ჯაზი იყო არც არავინ არ იყო და ყოველთვის ყველა რაღაცნაირად გიყურებდა ხვდები და სულ უნდა დაგემტკიცებინა რომ შენც ხარ ანუ რაღაცა თუნდაც გარდამავალი ამ მუსიკასა და იმ მუსიკას შორის მაგრამ ადამიანებს თანადგან ახლოს მიდის მათ გულებთან რადგან იმას რასაც შენ ყვები რა სიყვარულზეც ლაპარაკობ რადგან ძალიან ახლოს მიდის ესე იგი ის კი არა რომ შენ გაგუფლება ძალიან არ მომწონს რა ამის უფლების არსებობის უფლება არა უბრალოდ უნდა მიცე ადამიანს რაღაცა დრო ლიმიტის თუნდაც ლიმიტირებული რომ საუბარი შედგეს ხო დაახლოებით იმას გავს რომ დასაწყისშივე რომ უკვე წახვიდა რომ არ მინდა ამას ლაპარაკი და არც ადამიანებს გელაპარაკება ხო და სულ ყოველთვის რაღაც ისეთი პერიოდულად ხშირად გულსატკენიც იყო იმიტომ რომ არსად არ ჯდებოდი არც რადიო იმის რა ქვია მიმდინარეობებში რაღაცა საშინელ რაღაცებს არსად რო არის წარმოადგენდა გაუცილებლობას რაღაცას უნდა აი ეს მიკუთვნებული ხო არ ჩემთვის არ წარმოადგენდა და არც დღემდე არ ყოფილა და არც არასდროს არ ყოფილა მაგრამ სულ გთხოვდნენ იმისთვის რომ შენ ვიღაც აი ჩვენ არ მივყვებდით სტანდარტულ პროცესებს გადაიღო კლიპი, გააკეთო ეს რაღაცა ნიშური არც მუსიკა. არა, ნიშურზეც არ არის. ჯერთი არ იყო რესურსი, რომ ახლა 100,000-ით დახარჯო, მე მერჩივნა ინსტრუმენტი მეყიდა, იმიტომ რომ მე მჭირდებოდა ინსტრუმენტი. მიკროფონი მჭირდებოდა რაღაცეები და ამაში ძალიან დიდი რესურსი მიდის, უზარმაზარი. და არ ფიქრობდი რომ შენ შექმნიდი ამ პროდუქციას, სად უნდა გაუშვა, ვისთან ერთად უნდა გაუშვა, ვინ უნდა შეგიფასოს, ანუ ტყუილად ჯერ იყო და მოღვაწეობდით რუსეთში, აბსოლუტურად ჩვენი ნებისაწინააღმდეგ შემიძლია თქვა, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც დავიწყეთ იქ მოღვაწეობა, არც ერთი კარგი არ იყო ჩვენთვის, ამიტომ იქაც სპეციალურად არ ვაკეთებდით არაფერს, იმიტომ რომ სადღაც იქაური ტელევიზიის ჩარტებში რომ ჩვენ არ ყოფილიყავით და არც იყო და არნაირ ჯილდოს არ ველოდებოდით იქ ხო, არც აბსოლუტურად გამორიცხული იყო ჩვენ კონცერტს ვიმღერებდით და ბრუნდებოდით სახლში, სამშობლოში და
აქაც ისე არის და შემდეგ ამას ითხოვენ არა იმიტომ რომ მაგალითად რაღაცა რადიოში მხოლოდ ამ მუსიკას უსმენენ იმ ძირითადად ტელევიზიაში ხო არ არსებობს მუსიკალური გადაცემები მაგრამ ახალ წელს გეუბნებიან რომ სიყვარულზე უნდა იყოს სიმღერა თუ რაღაცა სევდიან სიმღერას არ გავშვი და სულ მაპატია ჯარგონისთვის, მაგრამ გეჩალიჩებიან რომ რაღაცა სტანდარტში ჩაჯდა და მე არასდროს არ შემეძლო. ალბათ რომ შემძლებოდა გავაკეთებდი ჩემი ბუნების ადამიანს, მაგრამ არ შემეძლო. იმიტომ კი არა რომ ვერ ვხვდებოდი ახლა რანაირად უნდა მემყარა რომანსები, როდესაც არ ვიცოდი როგორ მემყარა რომანს. ან მინდოდა. იმიტომ რომ ამ რომანს სხვა ადამიანები ფანტასტიკურად აკეთებენ ამას. კი ბატონო. ჩემზე უკეთესად და სად ჩავხდე ახლა მანქანაში ადგილი თუ არა როგორ ჩაეტანე. და არც უნდა შეეხო შენი მეგობარი, შენი ნაცნობი რაღაცა კოლეგა თუ რაღაცა სიტყვა საერთოდ არ მიყავს ისე, მაგრამ მაინც სადარი. ხო, აი მუსიკასა მიმართებაში წაიყან მაგიტო ვთქვი, რომ კარიერა თქო რაღაცა იმდენად დიადი არის ჩემთვის, რომ ესეთი რაღაცა პრაქტიკული სიტყვები არ მიესადაგება. განსაკუთრებით პატარა საქართველოში, სადაც არაფერი, აი არანაირი მსგავსი, არაფერი არ არსებობს. რაც მუსიკას ჭირდება, რაც მის ასე ვთქვათ, განვითარებას ჭირდება, რაც არაფერი არ არსებობს იმისთვის, რომ შენ მაგალითად აი მუსიკოსობა გინდა და სიმღერა გინდა, თუ არ ხარ კლასიკური მიმართულებით თუ არ მიდიხარ, ხო? კლასიკური ვოკალი თუ არ გინდა. დანარჩენი თანამედროვე მუსიკაში ძალიან რთულია, ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა აკეთო, ყველაფერი შენ თვითონ და გადაიხადო, ყველაფერი და თუნდაც ამ რესურსს მობილიზებას გაუკეთებ და ჩადებ. თუნდაც პარტნიორი ყავდეს, თუნდაც რეკლამა იყოს. იმის ბაზარიც არ არსებობს, რომ შენ ინტერესი ქონდეს ვიღაცას, რომ შენთვის ფინანსები გაიღოს. იმიტომ რომ ბაზარიც არ არსებობს, რომ შენ ან რეკლამას გაუკეთებ, ან არაფერი აი არაფერი, სად? ვისთან? პერიოდულად ამ გულის ტკივილს ვაფიქსირებთ ხოლმე, აი რა დანაკლისიც არის ამ ხრივ რა. ძალიან მტკივნეული არის ვიცი შენთვის შენი და ქართველი მაყურებლის ამდენხნიანი ხო. დაშორება. ურთულესია. მაინტერესებს ახლა ესეთი კითხვა რა დაგისვა, როდის აპირებ? არა, აი მართლა მაინტერესებს აი სად შეიძლება რომ ეგ დამთავრდეს და რა სად გვესახება მაგის დასასრული რომ უბრალოდ მოვიდეთ მშვიდად შენ კონცერტზე ადგენზე 24 ივლის 24 ივლის არტგენ იწყება 23-ში და მთავრდება 26-ში ყველა მაგარი ბიჭები იქნება მე ვიცი რომ მან სულ ხარ შენ პირველივე დღიდან ერთი წელი გამოტოვე როდესაც ბავშვი დაიბადა თორე ნიკოლოზი თორე იცი რა ძალიან მტკივნეულია არტისტისთვის როდესაც შენ თვითონ გამოზარდე შენ სიმღერაზე შენ და რაც უფრო ხშირად ხვდები უფრო მეტი რაც უფრო ხშირად ხვდები უფრო შენი მსმენელი ადვილად ამჩნევს შენ სიახლეს გესმის და 7 წლიანი წყვეტა ნიშნავს რომ მთელი თაობა გამოტოვე ძალიან ბევრი და ვინც იყო ის აუცილებლად იმიტომ რომ მუსიკა უკვე სხვა რამეს უსმენს და ვთქვი ვაგონი მიმაგრებული ვაგონს და ჩახსნეს მაგრამ ხო ვერ გავჩერდები არ უნდა გავჩერდე ვერ გავჩერდებოდი ამიტომ სულ რამდენად გამომივიდა ხა მასიურად ჩემს ძვირფასი მსმენელის გარეშე ნადა რომელიც ყოველ ჩვენ მე ხო სულ ქართულ სიმღერას ვხერი ქართულად მეტყველებ მუსიკაში და ამ საქართველოში როგორ იყო იცი რა ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე მარტში რაღაცა ერთი დიდ კონცერტს იმიტომ რომ ჩემი მუსიკალური ახალი წელიც ეგ იყო იქ იწყებოდა და შემდეგ თუ მე მივიღებდი დასტურს რომ ჩემი რეპერტუარი შედგა და ჩემი მსმენელი ასე ერთგულად და ხმა ტაშის იმით რა ქვია სიძლიერით ხვდებოდი რომ ეს შედგა მაშინ მე ამ რეპერტუარს დავდი და მე მივდიოდი საკონცერტო ტურნეებში ხოლმე და ეს როდესაც არა გაქვს გონია რომ სუ ტურბულენტურ მდგომარეობა გაქვს მუსიკალურად ეხლაც მაგალითად რა არტგენზე მე მინდა რომ ახალი ალბომი დაუკრა შევასრულოთ მაგრამ არ ვიცი როგორ მიიღებს იმიტომ რომ იქ სულ მიჩვეულია ჩვენი მსმენელი რომ დავიწყე და დავამთავრე მე და აქ სულ იმპროვიზაცია, სულ რაღაცა შეიძლება საერთოდ რაღაც მომენტში საერთოდ გამოვიდეს სცენიდან და უკრავდნენ ანუ რამდენად მიიღებს ამ ფორმას რა თქმა უნდა ხა ბევრად საინტერესო ერთ სიმღერას ყველას რამოდენიმე სიმღერას ერთად ვიმღერებთ ბუნებრივია მაგრამ
აპირებთ რომ ალბომიდანაც დაუკრათ. ყველაფერი მინდა რომ დაუკრა. 11-ვე ტრეკი. 11 თქვი ხო? ხო, ყველაფერი მინდა დაუკრა ალბომიდან. ხო და მე მგონია რომ ქართულს არასდროს არ ქონია ამ რაღაცა მაგმხრივ რა ამ სიახლის შიში სხვა რაღაცებში კი მაგრამ მუსიკაში კი აბსოლუტურად ძალიან მიმღებ შანსია რომ მაგის შანსია ეგ არ მე არ მგონია იცი რა ნებისმიერ არ მგონია შიში კი არ არის ეს არის უბრალოდ ჩვენ ერთად ვერ გადავედით იმ ერთი ტალღიდან მეორე ტალღაზე ანუ ხტები ანუ ვერ გადავედით და სახეებს არ ვიცნობ ვისთან ვიყავი და ვინ გამომყვა და ვინ დარჩა. ამიტომ მხოლოდ ამ კუთხით, იმიტომ რომ გასაგებია აბსოლუტურად, მაგრამ ისეთ დიდი მიმღებლობა აქვს, რომ და ინტერესიც რომ დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად იგივე სიყვარულით მიიღებენ, როგორც მან. ხო, რაღაცა თემებია, რომელიც ისე ინტერპრეტირებული ფორმები აქვს რაღაც სიმღერების, რაღაც სიმღერებია, რომელიც თავიდან ბოლომდე დაწერილია და ახალია საერთოდ, მაგრამ რაღაცები არის, რომ არ არის ახალი და ძალიან მომწონს მე. საერთოდ ის რო შედგა ახალი რაღაცნაირად ხო შეიძლება დაასრულებ და ამოისუნთქავ რომ დავაბინავე რაღაცა შვილები დავაბინავე და მგონი ის თავისით გააგრძელებს ცხოვრებას რა რაღაცა დაგვინდება მოусმენენ რაღაცა ისაუბრებენ თავია რომ ისაუბრონ კარგია ცუდია რა არ მოეწონათ რა იმიტომ რომ ეს იმპულსები რომ მოვა და ეს ისტორიები რომ მოვა ჩემამდე მე მივხვდები სად იმიტომ რომ ეხლა ამოცარიელებული ვარ ხო აი ეხლა ხედავ ფურცელს რომელზეც თავიდან უნდა ჯერ ვისწავლო კარგად კალიგრაფია და მერე უნდა კარგად ხატვა დავხატო. ამიტომ ველოდები ამ ნებისმიერ კამათს. საინტერესოა. სანამ კამერებს ჩავრთავდით, მაგაზე ვსაუბრობდით, რომ აი ნინო ამბობდა, რომ მაგ სიცარიელეში უნდა შეხვიდე, რომ მერე ახლიდან დაიწყო. ხო, იაპონიაში არის კულტურა, ძალიან დავეთანხმე. სიცარიელეს აქვს ყველაზე დიდი ადგილი, იმიტომ რომ ეს არის შენი ტილო, ანუ მხოლოდ როდესაც ხედავ სიცარიელეს, შენ მხოლოდ მაშინ ხვდები, რამდენად სავსე ხარ და რამდენი ამ სიცარიელეს რამდენი გაფერადება შეგიძლია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიცარიელი როგორც ცარიელი კი არის, სიცარიელი როგორც თეთრი თაბახი, სადაც შენ ხარ მხატვარი რა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. ნამდვილად. ამოწურეთ. არა, ჩვენ ესე არ ამოვწურვართ გონია. კრიტიკული კითხვები. კრიტიკული კითხვები. თუ ხარ ნაწყენი ვინმეზე მუსიკაში. არ ვიცი კრიტიკული კითხვა. აუ კი, ბევრ მუსიკოსზე ვერ ნაწყენი, იმიტომ რომ გარდაიცვალნენ და ვერ მოუსწარი კონცერტზე ყოფნას. მინდა და დილემანსის და იტუჩის გარმონისტი რა იმის კონცერტზე, მაილს დევისის კონცერტზე, ელეს კონცერტზე, ჯარედ დიჯერარ ძალიან ბევრი მუსიკოსის კონცერტზე. ჩემ კითხვასაც მივადექით, რომელიც კავშირში არის, მაინტერესება ამ დროის ანუ ეს თავისუფლება რო გქონდეთ დროში გადაადგილებს აი არის ისეთი არტისტი ვინმე ვისთან ერთადაც გააკეთებდით მუსიკას თუ იმდენად პირადი არის რომ მე ისეთი ვინმე მიყვარს რომ ძალიან თავხედობა იქნება და იმასთან საერთოდ სცენაზე რომ მარია კალასთან ახლა ვერ მოვედოდი საერთოდ მაგრამ სიყვარულზე ასე არავინ არ უყერის იმიტომ რომ ამდენი არავის არ გაუღია სიყვარულისთვის ის ანუ თან ესეთი გამართულად ყველა ჩარჩოში, ყველაფერში ჩარჩოში და ყველაფერი ჩარჩოს მიღმა. ბგერაშიც, ფორმაშიც, აუ, იდეალური. აი რაღაცა სრულყოფილებაა ეს ადამიანი. მარია კალასი და ნინოს დუეტი. არც გაფიქრებაც კი რთულია, არც კაი. მაგრამ ალბათ აი ულამაზესი იქნებოდა, ხო რა ვიმეგობრებდი, ძალიან ბევრ აი ეს ჩუმად ვიქნებოდი მასთან და ვიმეგობრებდი, რადგან როგორ იხედება იმასაც ხედავ და რაღაცა საოცრები. აი არის რამე ისეთი კომპოზიცია თქვენი შემოქმედებიდან რომელიც აი სრულად ასახავს ნინოს აი რო გკითხონ რომელი სიმღერა იქნებოდი იცი რა ვერ გეტყვი იცი აი მართლა გულწრფელად გეტყვი რა ასეც იყო სულ მაგრამ
სითამამე არ მქონდა იმისა, რომ მე მეთქვა საკუთარ თავზე. ეს არის ის, რომ მე ვინც როგორიც ვარ ბუნებით და ვინც ვარ, მე ასე ვერ ვცხოვრობ. მე ვცხოვრობ მხოლოდ სცენაზე, ვინც ვარ და როგორიც ვარ. და იმის გარეთ, ანუ სცენის გარეთ როგორ ულამაზად მოყ. სცენის გარეთ უკვე ვარ ისეთი, რასაც ჩემს სოციუმში, მე არა ვარ ისეთი თავისუფალი ადამიანი, რაც ჩემს სოციუმში მიღებულია. რომელიც კი ყველა ფრთები ჩაკეცილი მაქვს და ყველა ჩარჩოში მსვავენ და მე მართლა არ მიცხოვრე. არასოდეს არ მიმღერია იქ, სადაც მკარნახობდნენ რა უნდა მემღერა. ან რომელიმე დარბაზში მკარნახობდნენ, ან ვინმე პროდიუსერი მყავდა ისეთი, რომელიც რაღაცას არასოდეს ყოველთვის მე ვერჩევდი ყველაფერს. და ეს იმხელა ფუფუნება მთელი სხვა. თან არ იქნებოდა კონცერტი, არა აქ ამას მნიშვნელობა იქნებოდა თუ არა, იყო პერიოდი, რომ პანდემიის დროს არაფერს არ ქონდა კონცერტი, მაგრამ რაღაცები სხვა რამეები მოვიგონი. ანუ მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა მელოდია, მთლიანი სრული კონცერტი ისე მიხარი, აი იცის და უნახავს, რომ ისე მიყვარს კონცერტზე გასვლა და კონცერტის წინ ისეთი ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს და ყველას ვეხუტები და ყველას და აი ისე მიყვარს კონცერტი, ხო ხტები, აი ჩემი, იმიტომ რომ ამოვისუნთქავ ხოლმე და იქ რო ჩაუჯდები ესე ფრაზებს, სადაც მინდა იქ მიმყავს და მომყვება თან რა. შეიძლება რომ არ გამოყვეს, მაგრამ როგორც მინდა, არ შემიძლია რაღაცა ხო არის რომ რაღაცა ერთხელ მქონდა 4 ნოტი მიჟღერდა ისე მткиგოდა თავი და რაღაც ცუდად მქონდა ყველაფერი, მაგრამ იქაც მსმენელს ხვდება რომ ყველაფერს აკეთებ და იქ საერთოდ სხვა მაგია ხდება, მაგრამ აი თვითონ ერთი მელოდია ასე ეგოისტი ვერ ვიქნებ. ამდენსაც არ ვფიქრობ ამაზე, პირიქით ყველა ფრაზაზე ვფიქრობ კონცერტზე რა იქნება, რა. აი ვირჩევ გიჟივით, ანუ როცა ვიცი რომ სად ღერი და რა სივრცეა და რა მსვენელი შეიძლება იქ სავარაუდოდ მოვიდეს, იქ ვკამათობთ ხოლმე რეპერტუარზე კონცერტამდე, მაგრამ უკვე ყველაფერი ვიცი, აი ოცურაში რო შეიძლება. ეს შეგიცვლიათ მაგალითად, აი იქვე ხა? სცენაზე შემიწვლია, ფინალი შემიწვლია, დამიმატებია. არა, თვითონ სიმღერის პროცესი გასაგებია, რომ და რაც გინდა. ძირითადად იმპროვიზაციულია, მაგრამ რომ ზოგჯერ არის, რომ აი მაგალითად ნიუ-იორკში ლინკონ-ცენტრში სხვა მსვენელი გიზის რა, ის ჩამომჯდარი და გემრიელ და სხვადასხვა ზავშვები ხოლმე იცი რომ სადაც ცოტა ისეთი არააქტიური ყო სადაც სხვა არის და ოკეანეა იქ ყველა მოშვებულია და არავის ნერვი არ ეშლება და სიამოვნებისთვის არის ქალაქები და კლუბებს თუ უკრავ სიგიჟე ხდება ვერ ხვდები რომ შენ დახტება ეს და სადაც აი ძალიან მოშვებულია კონცერტი რომ თავდება მე მივდივარ და ვჩდები და მაინტერესებს კაცო რა კრესლოში ამის თანაში დედას მისვარ და მეთქი მესმის ყველაფერი მესმის მე ხმას არ ამოვიღებდი იმიტომ რომ აუ ერთხელ მქონდა როგორი რამე იცი რომ კონცერტზე გამოდივარ და ერთი ტიპია რაღაცა ხაკისფერ პლაშ უკვე გეცინება ხო და დიდი აი ამ სისკე წიგნი არ არის და კითხავს კონცერტზე აზ ხარ და მე რომ გითხები რა ხოდი ამ დრო შემღეროდი და დაინახე კონცერტზე კითხე კაცი ჩამო რამე ბროშურა იყოს არა დიდი და რაო ეხლა არის ოცნებებია შენ საყვარელ მუსიკოს სოციალურ კონცერტზე კაი ციგნის საკითხვას ოსაკაი ეს კითხვა სცენიდან მე ვფიქრობ ხო აბსოლუტურად ყველაფერს ხედავ მაგრამ მე ყველაფერი გავიწყდება იმიტომ რომ როდესაც სრულდება კონცერტი იმ აი აპლოდისმენტის გაქონებამდე იწყებ მეორე კონცერტზე ფიქრს. აქ ქონია ისეთი გამოცდილება, რომ დაგიკრავს კონცერტი, რომლის დაკურის პროცესშიც მიმხვდარ ხარ, რომ აი საერთოდ არ გინდა იქ ყოფნა. კი. ყველაფერი. აი რა ტრიალდები და ზურგდები და მუსიკოსებთან ვარ მხოლოდ რომ არ ის ენერგია რო არ მიიღო. აი კარგი თავდაცვა ძალიან საინტერესოა ჩემთვის სამენელი კი არ არის პირველ რიგში მუსიკა
ხო, აი მაგას. და მუსიკოსები, რომელიც ამ ჩათოსნურობაში უნდა გავერთიანდეთ. და თუ ესე არ იქნება, ჩემთვის სმენელი არ იქნება ძვირფასი, გისმის? ანუ მე თუ გავედი სამუშაოდ გავსივდი და აღარ მინდა. აი ვიღებ, რა გვიები. მივლინებათი რა გვია რაღაცა რო ქვია ხოლმე, რომ მიდიან სამუშაოდ, სამსახურში. ხო, აი არა. მუსიკა. ძალიან რთული არის ეგ არა. აი როცა ხდები რომ просто იქ არ უნდა იყო, იმიტომ რომ აი არა, ხშირად არ არის ეგ. ხშირად არ იქნება და მაგრამ აუცილებლად იქნება ერთი მაინც. სად იყო ისიც არ მახსოვს, მაგრამ ვიცი ხო. ხშირად არის რომ კორპორატივზე ახლა როცა ხარ და ვიღაცა მაგრა გულაობს. ხაშლა. ატლავი. მარინა პერიცა ყოფილი ინტერვიუს მოусმინე, რასა ყველა თქვა რომ ხაშლამა გადმოსდით პიტ. ხო. მეც ნახე ხა ის ჩვეულებრივი ინტერვიუ იყო. ხო, მაგრამ არ თქვენთან ეგეც მსმენელი მგონია რომ არ ხდება. არა, ზოგჯერ არის ხოლმე რომ ან ქორწილში მღერა ვიღაცას ისე უნდა შენიშნო. არა, მაგას პრობლემა არ არის. მართლა არ არის პრობლემა, უბრალოდ არის რაღაცა რომ რაღაცა თვალი რო გაგდახუჭული და პატარას რო გააღირო, არ წაიქცე ამის გამო. უბრალოდ ისე შეყევი მუსიკას და რო გააღირო, დიდი ყინკალი რო შეკვდება, არ გინდა უბრალოდ ანსში ჩამხრჩვალი არის. არა, ეგრეც არის. იხარჯება თან ნინო просто ნინო როგორი ხარჯება ხომ და ეგ რო ხდება სცენაზე თვითონ ახლა თავის ტვინში ხო წარმომიდგენია რაღაცა სიგიჟებს რო აკეთებს და აი მართლა თვალს რო გაახელს და წინ ძალიან შეერთად ხდება. თითქმის არ მგონია რა თქვენთან მოხდეს. იმიტომ რომ არც ახლა ძირითადად სხვა მუსიკა მოწონს მე ამ დროს. ხო და მაგას ვამბობ ზუსტად მაგის თქვა მინდოდა რა. მეც მომწონს ეგეთი ხროცა საქმეში მეც მომწონს. თქვენ თუ იცით ამ კითხვაზე პასუხი მაინტერესებს და მეც რაღაცნაირად რაც შეეხება მაყურებელს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ის რომ ჩვენი გამომწერი უნდა იყოს და კომენტარებში უნდა დაგვიწეროთ სწორი პასუხი და გამარჯვებულს დააჯილდოებს ლიდერ სპორტი ყურსასმენებით. ყურადღება. ყურადღება თუ იქნება ყურსასმენს NBA-ის რომელმა ვარსკვლავმა ჩაწერა დუეტი ნოტარიუს BH-ისთან 1996 წელს. კობი ბრაიანტი, შაკილ ონილი, ალენ აივერსონი, არ ვიცი, პირველად გავიგე, ალბათ ეს არა და მაიკლ ჯორდანი. თქვენი სავალი არ მაიკლ ჯორდანი ხა რა თქმა უნდა. არ ვიცით. აი რომ პირველად რო გაიგე იმან. ხო, ალბათ ეგ იქნება, ხო? ველოდებით თქვენ სწორ პასუხებს. აუ, მე არ დამისვი, ხო ეს კითხვა. არა. შენ გაიხარე, დავიძრა, უნდა მწოდნოდა თუ არა. არა, მუსიკასთან რადგან არის კავშირში, მაინტერესებდა რა, ხო, და ამიტომ გკითხეთ თქვენ. დიდებული. ბოლო კითხვა თუ შეიძლება ნინო შენთან რომ მოვდიოდი აქ ჩემს მეგობარს უთხარი რომ ნინო გვეყოლება გადაცემაში სტუმრად ხო და ესეთი კითხვა გამომაგზავნე შენთან თმას როდის გაიშლისო რო გახდება მაშინა ძალიან უხერხულია სცენაზე თმა თუ მღერი ერთ სიმღერას ერთ ნაწარმოებს ხო იმიტომ რომ ხო და მე რა არის რომ თან იწყებ უნებლიე ხელების მოძრაობას არიცი საჭმელკა გმის გამოაძრო საგდე ხო და ჯერთი ეხა მომწონს მე ეს ვარცხნილობა იმიტომ რომ ნერვებს ეს კი არა სცენაზე რაც მიკეთია ხოლმე რაღაცა ესეთი კაშველი რაღაცაები და ამიტომ არ უბრალოდ ყველა მიცის რომ გაკ ულამაზესი თმა რა კარგია რაღაცა ხო უნდა მქონდეს კაი რაპუნცელი არ ვიცი შეგვიძლია დავამთავროთ გონი და ძალიან დიდი მადლობა მე მინდა რომ სანამ დავასრულებ გითხრა რომ ძალიან მომწოხარ როგორც ავტორი როგორც მუსიკოსი ძალიან ახალია საინტერესოა ისეთია ხეთი აი რომ გაინტერესებს რა როგორ რატომ რანაირად კითხვას ბადებს სოციალურია ძალიან მაგარია ბევრი რამე ასე რომ მიიღე ჩემი გულქედი კომპლიმენტი არაერთხელ გავართ ერთად ყოფილვარ სცენაზე და დიდი სიამოვნებაც მემიღია და აი ისეთი საინტერესო ისეთი თბილი ბავშვური სუფთა ენერგია მოდიოდა Quintessence-თან ვისთანაც ერთად ჩვენ ბევრჯერ გასტროლებზეც ყოფილვართ Black Arena-ზეც გვიმღერია და ძალიან საყვარელი ისტორიები მაქვს შენთან და იცოდა რა სომიყვარ
მეც სულ მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის და ესეთი სიტყვებისთვის. ველოდებით ახალი ალბომის მეების, მაგრამ ჯერ ამას განსაკუთრებით. აუცილებლად არტგენზეც მოვალთ და მოგისმენთ და უღრმესი მადლობა რომ ჩვენთან იყავთ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი მადლობა. გვიყვარხარ.